განვარძობთ რამოშობას მესტიეს ახალი გამგებელი ყავს საკრებულოს გადაწყვეტილებით ილია ჯაფარიძე კახაბერ ჟორჟოლიანმა შეცვალა ამ თემას ჩვენოდნავ მოგვიანებით დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩაგვერთობა პაატა ლაგველავა მანამდე კი ხმაური მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან ადგილობრივმა მოსახლეობამ საკრებულოს თავმჯდომარე ზალ გოროზიას და გამგებლის მამუკა დანელიას სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მორიგი აქცია გამართა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მეწარმეებთან ფინანსურ მაქინაციებსა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეებმა დღესვე განცხადებით მიმართეს მთავარ პროკურორს გამოძიება დაიწყოს უძრავი ქონების მესაკუთრეთათვის ჩამორთმევის ფაქტებზე. ანტენეს დაკადაგებდა და ინფორმაციის საფრთხე გახდა. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ამ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი აქ არ არის დაბარაგი აქ პიროვნულად დამოკიდანელიაზე აქ უნდა გალგოროზიაზე. ესენი დასაჭერია, მამა, შენი ჭირიმე და სანამ დროა ახლა ყოველი დღე ამათი აქ ყოფნა რას დანაშაულია. ავდექი მე და ყველაფერი ეს ბატონ კპილაშვილთან მივიტანე და აგერ საბუთი რომ შეტანილი მაქვს და ველოდები გამოძიება. აღიძრეს მოცემულ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემთხვევაში უფლებამოსილება შეუწყდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ მამუკა დანელიას და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ზაალ გოროზიას. ეს არის ზეწოლა ადგილობრივ თვითმმართველობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არჩეული ვართ 2 წლის უკან, რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის, სხვადასხვა არასამთავროებისათვის, ნებისმიერი მოქალაქის, ვინც დაინტერესებულა კონკრეტულად ბიუჯეტის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის თავის დროზე გაგვიცია პასუხი.